რა არის იშვიათი მიწების ელემენტები? სალამი ინჟინერის მოყვარულებო. დღეს ჩვენ ჩაუღრმავდებით მასალების ისეთ სამყაროში, რომლებიც ისეთივე აუცილებელი, როგორც საიდუმლოებით მოცული. ისინი ამოძრავებენ თანამედროვე ტექნოლოგიას და მრავალი გლობალური დისკუსიის ცენტრში არიან. ჩვენ ვსაუბრობთ იშვიათი მიწის ელემენტებზე და თქვენ უკვე გსმენიათ მათზე, ხომ ასე? ისინი ჩნდებიან სიახლეებში, ტექნოლოგიაზე, სტატიებში, მაგრამ ზუსტად იცით რა არის ისინი და რატომ არიან ისინი ესეთი, ძალიან სასურველი. საბოლოოდ რა არის ეს იშვიათი მიწის ელემენტები? როცა იშვიათ მიწებზე ვსაუბრობთ, პირველი სურათი რაც თავში მოგდის, არის რაღაც უკიდურესად იშვიათი, თითქმის როგორც დამალული ძვირფასი ქვა, ხომ ასეა? მაგრამ აქ უკვე პირველი დიდი სიურპრიზი გვაქვს. ისინი არ არიან ისეთი იშვიათები დედამიწის ქერქში, როგორც მათი სახელწოდება გვთავაზობს. სინამდვილეში ზოგიერთი მათგანი უფრო გავრცელებულია ვიდრე სპილენძი და ტყვია. მაშ, თუ ისინი ესეთი იშვიათები არ არიან, რატომ ქვიათ მათ იშვიათი მიწები? ეს ტერმინი წარმოიშვა იმის გამო, რომ რთულია მათი ეკონომიურად მომგებიან კონცენტრაციებში პოვნა და განსაკუთრებით ერთმანეთისგან გამოყოფა. წარმოიდგინე, რომ გაქვს ქვიშის ყუთი, სავსე სხვადასხვა ფერის ბურთულებით, რომლებიც ერთმანეთშია არეული. ბურთულები იშვიათი არ არის, მაგრამ მათი ფერების მიხედვით თითო-თითოდ გამოყოფა ძალიან რთულია. და სწორედ ეს ხდის მათ განსაკუთრებულად და ძნელად მოსაპოვებლად. სწორედ ეს მოპოვებისა და გადამუშავების სირთულე ანიჭებს მათ იშვიათობის სტატუსს კომერციულ და ინდუსტრიულ კონტექსტში. ქიმიურად რო ვთქვათ, იშვიათი მიწების ელემენტები წარმოადგენს 17 კონკრეტული ქიმიური ელემენტის ერთობლიობას. ისინი მოიცავს 15 ლანტანიც: ლანტანი, ცერიუმი, პრაზეოდინი, ნეოდინი, პრომეთიუმი, სამარიუმი, ევროპიუმი, გადოლინიუმი, ტერბიუმი, დისპროსიუმი, ჰოლმიუმი, ერბიუმი, თულიუმი, იტერბიუმი და ლუტეციუმი. ასევე ორი ელემენტი, რომლებიც ძალიან მსგავსად იქცევიან და ხშირად იმავე მინერალურ საბადოებში გვხვდება, სკანდიუმი და იტრიუმი. ყველა ამ ელემენტს აქვს მსგავსი ქიმიური და ფიზიკური თვისებები, რაც მათ განცალკევებას საკმაოდ რთულ ამოცანად აქცევს. თუმცა, სწორედ ამ მცირე განსხვავებების მართვის უნარია ის, რაც ამ ელემენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ასეთ ფასეულად აქცევს. ეხლა, როცა ვიცით რა ელემენტებია და რატომ, სახელწოდება იშვიათი შეიძლება ცოტათი შეცდომაში შემყვანი იყოს. მთავარი კითხვა ისაა, რატომ არის ეს ელემენტები იმდენად მოთხოვნადი, რომ ბევრ ქვეყანაში მათ ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში გადამწყვეტ როლს ანიჭებენ. პასუხი მათ უნიკალურ თვისებებშია. ისინი უბრალოდ კიდევ ერთი მეტალი არ არის. მათ აქვთ ისეთი თვისებები, რომ მცირე რაოდენობითაც კი შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ იმ პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მუშაობა, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. მოდით გადავხედოთ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც ამ ელემენტების ძალას აჩვენებს. იფიქრეთ იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც სახლში გაქვთ. თქვენ სმარტფონზე, ბრტყელეკრანიან ტელევიზორზე, კომპიუტერზე. იშვიათი მიწის ელემენტების გარეშე მათი უმეტესობა უბრალოდ არ იარსებებდა ისეთი, როგორიც ჩვენ ვიცით. ევროპიუმი და ტერბიუმი მაგალითად გამოიყენება როგორც ფოსფორები, რომლებიც შესაბამისად წითელ და მწვანე შუქს ასხივებენ, რაც აუცილებელია იმ კაშკაშა ფერებისთვის, რასაც ეკრანებზე ხედავთ. იტრიუმი და ევროპიუმი ასევე გვხვდება ფლუორესცენტულ ნათურებსა და ლედებში, რაც მათ უფრო ეფექტურსა და გამძლეს ხდის. მაგრამ ისინი მხოლოდ ეკრანზე არ ანათებენ. ოდესმე გიფიქრიეთ, რა ხდის ყურსასმენებს ასეთ პატარას, მაგრამ ასეთი ძლიერი ხმის მქონეს. ან რა ხდის მანქანის ელექტროძრავს ესეთ ეფექტურ სპექტრს. პასუხი სუპერძალოვან მაგნიტებშია ნეოდიმიუმი, რომელიც დისპროსიუმთან ერთად მუდმივი მაგნიტების მეფეა. ეს მაგნიტები წარმოუდგენლად ძლიერია მათი ზომისთვის, რაც მათ შეუცვლელს ხდის კომპიუტერის მყარ დისკებში, ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების ძრავებში, ქარის ტურბინების გენერატორებში და თუნდაც თქვენი მობილურის ვიბრაციის ძრავში. მათ გარეშე ჩვენი ელექტრომობილები ბევრად ნაკლებად ეფექტური იქნებოდა. ხოლო ქარის ტურბინები, რომლებიც სუფთა ენერგიას აწარმოებენ, გიგანტური და ეკონომიკურად არამომგებიანი გახდებოდა. გარდა ამისა, იშვიათი მიწის ელემენტები აუცილებელი კატალიზატორებია სხვადასხვა ინდუსტრიაში. ცერიუმი გამოიყენება ავტომობილების კატალიზატორებში,
რაც ეხმარება შიდა წვის ძრავების მავნების მავნე გამონაბოლქვის შემცირებაში. ის ასევე მნიშვნელოვანია ნავთობის გადამუშავებაში და მინის წარმოებასა და ზუსტი ეკრანების, მაგალითად თქვენი smartphone-ის ეკრანის გაპრიალებაში. მისი უნარი ეფექტურად და საკმარისად მდგრადად დააჩქაროს ქიმიური რეაქციები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თანამედროვე ინდუსტრია ასე ძლიერ არის მასზე დამოკიდებული. გიხვართ მზის სათვალეები ან მაღალი ხარისხის კამერის ობიექტივები? ლანტანი შეიძლება იქ იყოს აუმჯობესებდეს სინათლის რეფრაქციას და ოპტიკურ ხარისხს. ხოლო მედიცინაში გადოლინიუმი გამოიყენება როგორც კონტრასტული აგენტი მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაში, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს უფრო მკაფიოდ დაინახონ ორგანოები და ქსოვილები. მაგრამ როგორ შეიძლება ამ ელემენტებს ჰქონდეთ ესეთი მრავალფეროვანი გამოყენება დაწყებული მობილურის ეკრანებიდან და სამედიცინო გამოკვლევით? ეს სწორედ იმ 17 ელემენტის ფართო სპექტრის თვისებებია, რაც მათ ასეთ მრავალმხრივსა და შეუცვლელს ხდის. თუნდაც თავდაცვისა და აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში იშვიათი მიწის ელემენტების მნიშვნელობა უეჭველია. ისინი გამოიყენება ლაზერული დამიზნების სისტემებში, სენსორებსა და თანამედროვე საკომუნიკაციო მოწყობილობებში, რაც უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მუშაობას და ტექნოლოგიების, როგორიცაა კვანტური კომპიუტაცია და ხელოვნური ინტელექტი. განვითარებასთან ერთად ამ ელემენტებზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება, რაც ახალ წყაროებსა და მოპოვების მეთოდებზე ძიებას უბიძგებს. ეხლა თუ ისინი ესეთი უხვადაა, რატო არის მათი მოპოვება ესეთი რთული და გარემოსთვის დანტვირთველი? მიუხედავად იმისა, რომ ისინი გეოლოგიურად იშვიათი არ არის, კონცენტრაცია e a pureza necessária მოპოვების პროცესები და განსაკუთრებით ამ ელემენტების ქიმიური გამიჯვნის პროცედურები რთულია, დიდ დროს მოითხოვს და წარმოქმნის ტოქსიკურ, ხშირად რადიოაქტიურ ნარჩენებს, რადგან ისინი ბუნებრივად ასოცირებულია თორიუმისა და ურანის შემცველ მინერალებთან. ეს სერიოზულ გარემოს დაცვით და ჯანმრთელობის პრობლემებს აჩენს იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ მაღაროებთან და ამ რეგიონებთან. ისტორიულად ჩინეთი დომინირებს ამ ელემენტების წარმოებასა და გადამუშავებაში და აკონტროლებს გლობალური ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს. მიწოდების ჯაჭვის კონცენტრაცია ერთ ქვეყანაში უზარმაზარ გეოპოლიტიკურ შედეგებს იწვევს. რადგან ნებისმიერი შეფერხება შეიძლება გავლენა მოახდინოს კრიტიკული ტექნოლოგიების წარმოებაზე მთელ მსოფლიოში. ამიტომ ბევრი ქვეყანა ინვესტიციას ახორციელებს კვლევასა და განვითარებაში, რათა აღმოაჩინოს ახალი საბადოები და შეიმუშაოს უფრო სუფთა და ეფექტური გადამუშავების მეთოდები. დამოკიდებულების შემცირებისა და სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით. გლობალური დამოკიდებულების ზრდამ იშვიათი მიწის ელემენტებზე კიდევ უფრო გაამწვავა გეოპოლიტიკური დაძაბულობა, როგორც უკვე ვთქვით. ჩინეთი, რომელიც ფლობს მსოფლიო წარმოების 60%-ზე მეტს და ამ მასალების გადამუშავების თითქმის 90%-ს იყენებს თავის დომინანტურ პოზიციას, როგორც სტრატეგიულ იარაღს, აწესებს ბაზრის შეზღუდვებს, რაც გავლენას ახდენს გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე. ბაზრის ეს კონცენტრაცია ენერგიის წარმოებაში, ჩინეთის ენერგიის წარმოებაში და ჩინეთის ენერგიის წარმოებაში. ჩინეთს აქვს დიდი პოტენციალი და ენერგიის წარმოების შესაძლებლობა. ჩინეთს აქვს ენერგიის წარმოება. და ენერგიის წარმოება ჩინეთს აქვს დიდი რეგიონალური ენერგიის წარმოების შესაძლებლობები და ენერგიის წარმოება. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეს რესურსები უხვადაა და სადაც ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთში იკვეთება. ამ ელემენტებს ისინი არა მხოლოდ ძვირფას საქონლად აქცევენ, არამედ საერთაშორისო დაპირისპირებების შესაძლო კატალიზატორებადაც. თუ აქამდე მოусმინე და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განეხილე წევრობაზე გადასვლა, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიოთ. თუ გაინტერესებს მეტი გაიგო იმ კურსებზე, რომლებსაც გირჩევთ, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბული, რომ მიიღოთ უდომა მრავალ შესაძლებლობაზე, რათა განივითარო სხვადასხვა უნარები, რომლებიც შენს კარიერაში მნიშვნელოვან განსხვავებას შექმნის. იცოდი იშვიათი მიწა ელემენტების შესახებ.
წარმოიდგენდი, რომ ეს ელემენტები ასე ხშირად გვხვდება და ასეთი მნიშვნელოვანი არის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დატოვე კომენტარი, მინდა ვიცოდე შენი აზრი. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რათა გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე შეტყობინებები და იფიქრე არხის წევრად დახტომაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო, დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში გნახავ.